საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი დევნილთა ჯანდაცვის პრობლემების მოგვარებაში უფრო აქტიურად ჩაერთვება. გადაწყვეტილება სამედიცინო ცენტრისა და დევნილთა სამინისტროს მოლაპარაკებებზე გადაწყდა. მინისტრმა დავით დარახველიძემ უკვე სპეციალურ მემორანდუმსაც მოაწერა ხელი, რომელშიც განსაზღვრულია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ მრავალპროფილური ხარისხიანი და კომფორტული მომსახურება. ჩემზე მოახდინა ცენტრის დღევანდელმა აღჭურვილობამ, მდგომარეობამ და ინფორმაციამ აქაური მომუშავე პერსონალის შესახებ ძალიან დიდი შთაბეჭდილება და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი შეძლებებული დევნილები, რომლებიც 20 წელია მძიმე მდგომარეობაში არიან, რაღაც შეღავათს უფლისწყალობით და ამ შესანიშნავი ადამიანების დახმარებით მიიღებენ თავიანთი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. მათ ნამდვილად განსაკუთრებული მოფერება ჭირდება და ამიტომაც ჩვენ ბატონ დავითთან მივედით და შევთავაზეთ ჩვენი ის მოგზალებული დახმარება და რასაც შევძლებთ ყველაფერს გავუკეთებთ. ის ადამიანები, ვინ ჩვენთან მოვლენ, ნამდვილად კმაყოფილებით დარჩებიან, იმიტომ რომ ჩვენი ცენტრის ძირითადი ამოცანაა, რომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ პაციენტზე.